გურჯაანის კულტურის ცენტრმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრალურ დასულმას პინწლა. რეჟისორ გრიგოლ ჟორდანიას მიერ დადგმულ ერთმოქმედებიან მუსიკალურ სპექტაკლში მეპაწია მერცხალი ვარ ცნობილი მსახიობები. რუსკა მაყაშვილი, ირაკლი კერესელიძე, ბექა სონღულაშვილი, ლაშა ჯუხარაშვილი და ელენე მანჭკალაძე მონაწილეობდნენ. სპექტაკლი მოგვითხრობს წარუმატებელი დრამატურგისა და ყოფილი მსახიობის ოჯახურ ისტორიაზე, მათ ფსიქოემოციურ პრობლემებზე. წარმოდგენას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ. მე რამოდენიმე თვის უკან, როდესაც რუსთაველის თეატრი იყო ჩამოსული გურჯაანის რაიონში, ჩვენთან კულტურის ცენტრში, მაშინ დავაანონსე, რომ გავანებიერებდი კარგი და ხარისხიანი სპექტაკლებით და მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ რუსთაველის თეატრი ესტუმრა გურჯაანის კულტურის ცენტრს სპექტაკლით მეპაწია მერცხალი ვარ. მინდა გითხრათ, რომ აღთვალებული იყო მაყურებელი და ასეთი კარგი მაყურებელი ძალიან იშვიათობაა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იყვნენ და დაახლოებით 650 ადამიანზე მეტი იყო, მინდა ვთქვა და მინდა ძალიან გულითადი მადლობა გადაუხადო ჩვენს მაყურებელს, ჩვენს რუსთაველის თეატრს, ჩემს კოლეგებს და ასევე კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს, ასე კარგად რო დახვდნენ და ასე კარგად რო ჩაიარა ყველაფერმა. აბსოლუტურად აღთვალებული ვარ. ჯერ ესეთი როგორ მომნატრებია მაყურებელი, რომ გასვლითი გასტროლები მომენატრა პირველ რიგში და ძალიან მიხარია რომ გურჯაანში ჩამოვედით. რო არ მოვიტყო, არ ველოდი ესეთ მაყურებელს, არ ვიცი, ანუ ხო იცი რომ არ ხარ ნამყოფ. აღთვალებული ვარ, ესეთი ზუსტი მაყურებელი, ანუ შეშურდეს ყველას ნამდვილად, აი ესეთი ენერგეტიკა დარბაზიდან ძალიან დიდი ხანი არ მიგწნია, თბილისშიც კი ვარ აღთვალებული, შეყვარებული აქაურობაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ჩამოვალ და კი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თეატრები უნდა დადიოდნენ აუცილებლად გასტროლებით რეგიონებში, სხვადასხვა რეგიონებში და ეს უნდა იყოს ესეთი უწყვეტი ფორმა უნდა ქონდეს ამ ყველაფერს და მიხარია რომ დღეს აქ ვარ და ძალიან მისიამოვნე მეც და იმედი მაქვს რომ გურჯაანელმა მაყურებელმაც მისიამოვნა. გურჯაანში ჩამოვიტანეთ თამაშ ჭილაძის მეპაწია მერცხალი ვარ, რომელიც არის რადიო პიესად დაწერილი, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება იყო რომ გაგვეკეთებინა როგორც მუსიკალური კომედია და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში გასტროლებზე სიარული, იმიტომ რომ ყველას უყვარს მუსიკა, ყველას უყვარს ხელოვნება და ჩემი აზრით გურჯაანელი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და მისი ხუა, იმიტომ რომ გურჯაანი განსაკუთრებულად მუსიკალური ქალაქი არის ჩემთვის. მიხარია რომ გურჯაანი უკვე მეორედ მასპინძლობს რუსთაველის ეროვნულ თეატრს. ასეთი საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. მადლობას ვუხდი თეატრალურ დასს და ყველა იმას, ვინც ჩართული იყო დღევანდელი დღის ორგანიზებაში.